დღეს ქუთაისის გარეგანათების სისტემის მოდერნიზაციის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ის ქალაქში ეკონომ-ნათურების დამონტაჟებას გულისხმობს, რომელიც ნაკლებ ელექტროენერგიას საჭიროებს. პროექტს საქართველოს ენერგოეფექტურობის კომპანია ქუთაისის მერიასთან და შპს ინტერრაოესის ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად ახორციელებს. პრეზენტაციას ენერგეტიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, ასევე თელასის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ქუთაისში ხორციელდება ინტერრაოს ცენტრის ენერგოეფექტურობის მიერ გარეგანათების სისტემის მოდერნიზაცია. სავარაუდოდ პროექტის ღირებულება იქნება $10 მილიონ ადგენს. ლამპიონები დიოდური განათების ტიპის ლამპიონებია. ეს 14 ვატიანი ნათურები არის და 20 ერაფუnt ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები. არა მარტო ეკონომიკა, არამედ უყურებთ, რომ ბევრად ნათელი განათება, ბევრად ლამაზია და ბევრად ლამაზია და უხდება ჩვენ ქალაქს. თბილისის კურიერი პირდაპირ ეთერში 9:09 დაბრუნდება, გამოშვებას კი პრესის მიმოხილვით განაგზობს ოთარ